მიქაელის მისია ქრისტე და ადამიანის სამშვენველი. ადამიანის არსების ჭეშმარიტ იდუმალებათა გაცხადება. 12 ლექცია. დორნახი 21 ნოემბერი 1919 წელი. პირველი ლექცია. ლექციათა ამჟამინდელ ციკლში მინდა ვილაპარაკო ურთიერთდამოკიდებულებებზე, რომლებსაც ჩვენ თანამედროვე ადამიანებმა შეიძლება მივახციოთ იმ სულიერი ძალით, რომელიც როგორც მიქაელის ძალა, დედამიწის როგორც სულიერ, ასევე ყველა სხვა სფეროებს მსჯვალობს. დღეს საგანგებოდ უნდა შევემზადოთ ამ მიზნისთვის. საჭიროებისამებრ მოვიშველიებთ სხვადასხვა მოსაზრებებს, რომლებიც წარმოგვიჩენს მიქაელის ძალას. მისი მოქმედების არეალს, იმ სიმპტომებიდან გამომდინარე, რომლებიც შეიძლება ითქვას ჩვენს ირგვლივ ყოველგან შეინიშნება. უკეთ უგსურს სერიოზულად ვილაპარაკოთ სულიერ სამყაროზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედამიწაზე, ესე იგი ფიზიკურ სამყაროში, გამუდმებით ვლინდება სულიერი ძალები. ჩვენ ვცდილობთ გავარღვიოთ ფიზიკური სამყაროს საბურველი, ჩავწვდეთ ფიზიკურის მიღმიერ მოქმედ ძალთა არსს. ყოველ ადამიანს შეუძლია დააკვირდეს ფიზიკური სამყაროს ფაქტებსა და მოვლენებს. სულიერი სამყაროს მოვლენები მიწიერ იდუმალებათა არსში გვახედებს, ფიზიკური სამყაროს გამოცანებს ხსნის, მაგრამ ამისთვის საჭიროა სწორად შევიგრძნოთ ფიზიკური ცხოვრების იდუმალებანი. აუცილებელია მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ იმ საკითხებს ამას წინანდელ ლექციებში რომ იქნა გაშუქებული, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ადამიანის პირადი შეხედულებანი არ ეთანხმიერება იმ სიღრმისეულ გაგებას, არსობრივად რომ გარეშე მოწერს არა მარტო კაცობრიობას, არამედ მთლიანად სამყაროს. ჩვენ უნდა გამოვთავისუფლდეთ პირადული ინტერესებიდან. მხოლოდ მაშინ შევძლებთ სამყაროში პიროვნების ადგილის და ჭეშმარიტი ღირებულების მართებულად შეფასებას, თუ კი დავძლებთ ყოველივე პირადულს ვიწრო გაგებით. ცნობილია, რომ დედამიწის ევოლუციას წინ უძღოდა სხვა პლანეტარული ევოლუცია. ვიცით აგრეთვე, რომ კოსმიური ევოლუციის წიაღში ვიმყოფებით და რომ ეს ევოლუცია არის თანდათანობითი, ეტაპობრივი. ესე იგი, გაცდება რა სადღეისოდ მიღწეულ სიმაღლეს დროთა განმავლობაში ახალ, უფრო პროგრესულ საფეხურზე გადაინაცვლებს. არაერთ გზის აღვინიშნავს ისიც, რომ როდესაც ვიხილავთ სამყაროს, როგორც ასეთს, იმ არსებებთან ერთად, რომლებიც მინერალურ, მცენარეულ, ცხოველურ და ადამიანურ, ანუ საკუთრივ, მიწიერ სფეროს განეკუთვნება, ის არსებებიც უნდა გავითვალისწინოთ უმაღლეს სამეუფეობს, რომ წარმოადგენენ. ჩვენ მათ განსაზღვრავთ, როგორც უმაღლეს იერარქიათა არსებებს. მაშასადამე უკეთ ვლაპარაკობთ ევოლუციაზე ამ სიტყვის ამომწურავი მნიშვნელობით. ყოველთვის უმაღლესი იერარქიის სულიერი არსებებიც უნდა გავითვალისწინოთ. თავის მხრივ ეს არსებებიც ვითარდებიან. არსებობს გარკვეული ანალოგია ამ არსებების განვითარებასა და საკუთრივ ადამიანის, ანუ მიწიერ ევოლუციას შორის. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ცნობილია, რომ ვიდრე დედამიწის ევოლუციაში ჩაერთვებოდა, ადამიანის არსებამ სატურნის, მზის და მთვარის ევოლუციები განვლო. ამრიგად თუ კოსმოსურ ევოლუციას განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანური არსებები, ევოლუციის მეოთხე სტადიაში ვიმყოფებით. რაც შეეხება დედამიწის უშუალოდ მოსაზღვრე სფეროს არსებებს, ანუ მათ, ვისაც ანგელოზებს ვუწოდებთ. ისინი ერთი იერარქიული საფეხურით აღემატებიან ადამიანის განვითარების სიმაღლეს. მარტივი ანალოგიის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არსებები, რომლებიც თავიანთი ფორმით, სავსებით განსხვავდებიან ადამიანისგან და გარე ფიზიკური აღქმისთვის მიუწვდომელნი არიან, თავარი ეს არის, ხო? იუპიტერის ევოლუციურ სტადიაზე იმყოფებიან. მომდევნო იერარქიულ საფეხურს განეკუთვნებიან მთავარანგელოზები. ისინი ევოლუციის იმ ეტაპს გადიან, რომელსაც ადამიანი ვენერაზე მიაღწევს. ხოლო რაც შეეხება არქე არსებებს, ანუ დროის სულებს, რომლებიც განსაკუთრებულად არიან ჩართულნი ჩვენს მიწიერ ევოლუციაში, ისინი უკვე ვულკანის ევოლუციას ახორციელებენ. შტაინერი ვულკანს განიხილავს როგორც მომავლის პლანეტად, ეს ჩემგან. აქ შეიძლება დაიბადოს ერთი მეტად მნიშვნელოვანი კითხვა. ევოლუციის რომელ საფეხურს განეკუთვნებიან ის სულიერი არსნი, რომლებიც უფრო მაღალი რანგის, ანუ ფორმის სულების იერარქიას წარმოადგენენ.
საქმე ისაა, რომ ამ არსებებმა უკვე განვლეს ევოლუციის ყველა სტადია, რომლებსაც ჩვენ ადამიანები ჩვენი სამომავლო ევოლუციის სტადიებად ვსახავთ. ისინი გასცდნენ ვულკანის ევოლუციის საზღვრებს. თუკი ჩვენს საკუთარ ადამიანურ ევოლუციას განვიხილავთ როგორც 7 სტადიისგან შემდგარს, რაც სრულიად საკმარისია დღევანდელი მიმოხილვისთვის, უნდა ვთქვათ, რომ ფორმის სულებმა მერვე საფეხურს მიაღწიეს. ამრიგად ადამიანები ევოლუციის მეოთხე საფეხურზე ვდგავართ, ხოლო ფორმის სულები ევოლუციის მერვე საფეხურზე იმყოფებიან. მაგრამ ევოლუციის ზემოაღნიშნული სტადიები არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ერთმანეთისგან გამიჯნული. ისინი უნდა აღვიქვათ როგორც ურთიერთ განმსჭვალავი პლანეტარული ეპოქები. როგორც ატმოსფერო გარემო იცავს და მსჭვალავს დედამიწას, ასევე ევოლუციის მერვე სფერო, ფორმის სულები რომ განეკუთვნებიან, მსჭვალავს იმ სფეროს, რომელშიც ჩვენ ადამიანები ვიმყოფებით. მოდით გამოწვლილვით მიმოვიხილოთ ევოლუციის ეს ორი სტადია. ვიმეორებ, ჩვენ ადამიანები ვცხოვრობთ სფეროში, რომელმაც ევოლუციის მეოთხე სტადიას მიაღწია და ამასთან ერთად და ამავდროულად იმ სფეროშიც ვიმყოფებით, რომელსაც ფორმის სულები ჩვენს ირგვლივ და ჩვენ გამჭოლ თავისად მიიჩნევენ. ახლა კი კონკრეტულად ადამიანის ევოლუციის შესახებ. არაერთხელ აღვინიშნავს სხვაობა ადამიანის თავსა და მთელ მის დანარჩენ სხეულს შორის. ეს უკანასკნელი განვითარების თვალსაზრისით ასევე ორი ნაწილისგან, გულმკერდის და კიდურებისგან შედგება. მაგრამ მოდით ამჯერად ადამიანი განვიხილოთ ერთი მხრივ თავის და მეორე მხრივ მთელი დანარჩენი სხეულის განვითარებასთან კავშირში. წარმოვიდგინოთ სურათი, ჩვენ წინ ზღვის უკიდეგანო სივრცეა. ადამიანი ცურვით მიაპობს ტალღებს და ამ დროს წყლის ზედაპირზე მხოლოდ მისი თავი მოსჩანს. ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხატსახეა, რომელიც თანამედროვე ადამიანის არსების მდგომარეობას განასახიერებს. ყოფიერების ის სფერო, რომელშიც ამ დროს ჩართულია ადამიანის თავი, ევოლუციის მეოთხე სფეროს განეკუთვნება, ხოლო რაც ადამიანის დანარჩენ სხეულს გარემოიცავს, რაშიც ადამიანი ცურვით მიიწევს წინ, ევოლუციის მერვე სფერო გახლავთ. თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი საკუთარ თავთან მიმართებაში ერთგვარად ამოვიდა იმ ელემენტიდან, რომელშიც ფორმის სულები მათთვის ნიშანდობლივ არსობრიობას ანვითარებენ. ადამიანის თავი ემანციპირებულია იმ სფეროსგან, ფორმის სულების არსი რომ სჭვალავს. ადამიანის არსის შემეცნებისთვის აუცილებელია ამ აზრის საფუძვლიანი ცდომა, რამით მხოლოდ მაშინ გავიგებთ სამყაროში ადამიანის განსაკუთრებულ მდგომარეობას. მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, რომ ფორმის სულების შემოქმედებით ზეგავლენას ადამიანი განიცდის არაუშუალოდ თავისი თავის უნარის და შესაძლებლობების მეშვეობით, არამედ ერთგვარი მოიარებით, მთელი დანარჩენი ორგანიზმის ზემოქმედებით ადამიანის თავზე. ცნობილია, რომ სუნთქვა გარეგნული ფიზიოლოგიის თვალსაზრისით სისხლის მიმოქცევასთანაა დაკავშირებული, ხოლო სისხლი თავსაც მიეწოდება და ამით ადამიანის თავსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის ორგანულ კავშირს ამყარებს. ამგვარად, ადამიანის თავი სასიცოცხლო საზრდოს დანარჩენი ორგანიზმიდან იღებს. ჩვენ ზუსტად უნდა განვასხვაოთ ორი რამ. პირველი, თავი უშუალო კავშირშია გარე სამყაროსთან, მაგალითად, გარე საგნებს ჩვენ თვალის მეშვეობით აღვქვამთ. აქ ვლინდება პირდაპირი კავშირი გარე სამყაროსა და ადამიანის თავს შორის. მაგრამ თუკი საკუთრივ ადამიანის თავის ცხოვრებას დავაკვირდებით და დავინახავთ, რაოდენ სასიცოცხლოც მნიშვნელოვანი და აუცილებელი ადამიანის თავისთვის სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის პროცესები და როგორ აწვდის დანარჩენი ორგანიზმის სისხლს ადამიანის თავს, დავწმუნდებით, რომ ამ მიმართებით კავშირი ადამიანის თავსა და გარე სამყაროს შორის არის არაუშუალო, არამედ მეორადი მოიარებითი. რა თქმა უნდა, პედანტური
მტკიცება, რომ რაკიღა ჰაერი პირით შეისუნთქება, ამიტომ სუნთქვის პროცესს თავი არეგულირებს, არ იქნება მართებული. ის, რაც ფაქტიურად პირის მეშვეობით შეითვისება, ეკუთვნის არა თავს, არამედ მთელ დანარჩენ ორგანიზმს. ახლა კი კვლავ მივუბრუნდეთ იმ ორ ძირითად საკითხს, რომლებიც ზემოთ იქნა განხილული. მოდით გულისყურით ჩავუღრმავდეთ იდეას, რომ ჩვენ გავიარეთ რა სატურნის, მზის და მთვარის ევოლუციები და ვცხოვრობთ რა დედამიწაზე, რომელიც ჩვენეული ევოლუციის მეოთხე სტადიას გადის, ორი სფეროს წიაღ ვიმყოფებით. დღეს ჩვენ, გარდა დედამიწისა, იმ სფეროშიც ვცხოვრობთ, ფორმის სულებს რომ განეკუთვნება ასევე. უпростоრად, ისევე როგორც დედამიწა ეკუთვნის ადამიანებს და რომელიც როგორც მერვე სფერო, თავისა და გარეგრძნობადი აღქმების გარდა, დედამიწას და ადამიანის მთელ არსებას მსჯვალავს. თუ კი სათანადო სერიოზულობით მოვეკიდებით ამ ფაქტებს, ერთგვარ ნიადაგს შევამზადებთ ჩვენი შემდგომი მიმოხილვისთვის. მაგრამ ჯერ ნება მიბოძეთ, მოვიშველიო სხვა მოსაზრებებიც, რომლებიც უფრო მკაფიოდ გამოკვეთს ჩემს სათქმელს. თუკი ადამიანის ცხოვრებას გარკვეულ სულიერ ძალთა ზემოქმედების შუქჭრილში განვიხილავთ, ის არსებებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც როგორც არაერთგზის გვითქვამს მსოფლიო მოვლენებში თანამონაწილეობენ, სახელდობრ, ლუციფერული და არიმანული არსებები. მოდით უწინარეს ყოვლისა გავამახვილოთ ყურადღება ამ არსებათა ყველაზე ნიშანდობლივ გარეგნულ თვისობრიობებზე. ეს არსებები იმავე სფეროში ცხოვრობენ, რომელშიც ადამიანები. თუკი მათ წმინდად გარეგნული თვალსაზრისით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველა ლუციფერულ არსებას გააჩნია ერთი ისეთი თვისება, რომელიც ასევე ჩვენ, ადამიანებს გვახასიათებს. როდესაც ფანტაზიორობისკენ ვიხრებით, როდესაც ცალმხრივად ვემძლავრებით ოცნებებს, ფანტაზიებსა და აღმაფრენებს. ერთი სიტყვით, ხატოვნად რომ ვთქვათ, როდესაც ვცდილობთ გადავახტეთ საკუთარ თავს. ამ დროს ჩვენში მოქმედებს ძალები, რომლებიც მართალია გარკვეულ ფუნქციას ასრულებს ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ეს იმ არსებათა კოსმოსური ძალებია, ლუციფერულს რომ ვუწოდებთ. გაიაზრეთ მთლიანად იმ ძალებისგან შედგენილი არსება, ადამიანში საკუთარ თავზე გადახტომის იმპულსს რომ აღძრავს და წარმოდგენა შეექმნებათ ლუციფერულ არსებებზე, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეულ მიმართებაში იმყოფებიან ჩვენ სამყაროსთან. ახლა კი მოდით, პირიქით გავიაზროთ და წარმოვიდგინოთ ყოველივე ის, რაც მიწიერისკენ გვეზიდება, ფილისტერული ყოფისკენ გვიბიძგებს და მატერიალისტურად განგვაწყობს. ჩავუკვირდეთ ყოველივე იმას, რაც მშრალი, უსულგულო გონების სახით ვლინდება ადამიანის არსებაში და უმალ ჩვენ წინაშე არიმანულ ძალთა მკაფიო სურათი დაიხატება. ის, რაც ესესაა მშვენიერის ასპექტში წარმოვაჩინეთ, ადამიანის სხეულებრივი სტრუქტურის თვალსაზრისიდანაც შეიძლება აიხსნას. უნდა ითქვას, რომ ადამიანი მუდამ შუალედურ მდგომარეობაშია, თავისი სისხლის ტენდენციებსა და თავისი ძვლების ტენდენციებს შორის. ძვლები გამუდმებით ცდილობენ გააძვალონ, სრული გამკრუების მდგომარეობამდე მიიყვანონ ადამიანი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძვლების ტენდენცია ადამიანის სხეულის არიმანიზება, გახევება. ხოლო სისხლი გამუდმებით ისწრაფვის გამოგვაძევოს ჩვენივე არსებიდან. პათოლოგიის თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ სისხლი შესაძლოა ციებ-ცხელებამ აიტანოს და მაშინ ადამიანი ორგანულად ფანტაზიებში გადაეშვება. ძვლებსაც ასევე შეუძლიათ ადამიანის დანარჩენ ორგანიზმზე განავრცონ თავისი ორგანული თვისებრიობა, რაც იმით გამოიხატება, რომ ადამიანი ხევდება, სკლეროზულად ნადგურდება. ეს მეტნაკლებად ყველა ხანდასმულ ადამიანში შეინიშნება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში მომაკვდინებელი, ანუ არიმანული ელემენტი ისადგურებს. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც სისხლში ცხოვრობს, ლუციფერულისკენ მიიზიდება, ხოლო რაც ძვლებში ცხოვრობს, არიმანულისკენ არის მიდრეკილი. ადამიანმა უნდა დაიცვას წონასწორობა ამ ორ ტენდენციას შორის და ასევე მანვე უნდა შეაწონასწოროს თავის სამშვენივროში ეგზალტირებული მეოცნებე და უსულგულო ფილისტერი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად და არსობრივად დავახასიათოთ ეს ორი ძალა.
დავაკვირდეთ ლუციფერულ არსებებს და ვნახოთ, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ კოსმოსური ყოფიერების მიმართებით. აღმოჩნდება, რომ მთავარი მათი ინტერესი და ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რათა იძულებით მოწყვიტონ მთელი ადამიანური სამყარო იმ სულიერ არსებებს, რომლებშიც ადამიანი თავის ჭეშმარიტ შემოქმედს უნდა ხედავდეს. ესე იგი, ლუციფერული არსებების მთავარი ამოცანა არც მეტი არც ნაკლები ადამიანური სამყაროს ღვთაებრივ არსებათაგან გამიჯვნა გახლავთ. გთხოვთ, სწორად გამიგოთ, სამყაროს მითავისება არ წარმოადგენს ლუციფერული არსებების უმთავრეს მიზანს. ამ არსებათა თქვენთვის კარგად ცნობილი დახასიათებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მათთვის მთავარია სულ სხვა. ლუციფერული არსებების უწინარესი ამოცანაა განათავისუფლონ ადამიანური სამყარო იმისგან, რასაც ადამიანი შეიგრძნობს როგორც თავის საკუთარ ღვთაებრივს. ანუ ადამიანში აღძრან ღვთაებრივ არსთაგან გამოთავისუფლების იმპულსი. სრულიად განსხვავებული მისწრაფებები ამოძრავებთ არიმანულ არსებებს. მათი მტკიცე გადაწყვეტილება დაიქვემდება რომ ადამიანი და ხელთ იგდონ ძალაუფლება მთელ კაცობრიობაზე. მას შესაძლოა ლუციფერული არსებანი მიზანმიმართულად იღწვიან, რათა განარიდონ ადამიანი იმას, რასაც იგი აღიქვამს როგორც თავის ღვთაებრივს. არიმანული არსებები კი ცდილობენ კაცობრიობა და ყოველივე მასთან დაკავშირებული თანდათანობით საკუთარი ძალმოსილების სფეროში შეიტყούν. ამრიგად ჩვენი კოსმოსის ფარგლებში, რომელშიც ჩართულები ვართ ჩვენ, ადამიანები, წარმოებს ბრძოლა ლუციფერულ და არიმანულ არსებებს შორის. პირველნი დაუცხრომლად ესწრაფიან თავისუფლებას, უნივერსალურ თავისუფლებას, ხოლო მეორენი ასეთივე წადილით ესწრაფიან ყოვლის მომცველ ძალაუფლებას. ეს დაპირისპირება ჩვენ ირგვლივ ყოველივეს მთელს ჩვენს გარემოს მსჭვალავს. გთხოვთ დაიხსომოთ ეს ფაქტი, როგორც მეორე ჩვენი შემდგომი მიმოხილვისთვის მეტად მნიშვნელოვანი იდეა. სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, გამსჭვალულია ლუციფერული და არიმანული სულებით. სამყაროში არსებობს ეს უკიდურესი შემზარავი კონტრასტი ლუციფერული ძალების განმათავისუფლებელ ტენდენციებსა და არიმანული არსებების საყოველთაო ძალაუფლებისთვის ბრძოლის ტენდენციებს შორის. უკეთ თუ ზემოთქმულ სათანადოდ ავწონ-დავწონით იმ დასკვნამდე მივალთ, რომ სამყაროს მართებული გაგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მის სამწევრიანობას გავითვალისწინებთ. რამე თუ რეალურად ერთი მხრივ სახეზეა ლუციფერული არსებები, მეორე მხრივ არიმანული და მათ შუა დგას ადამიანი. მესამე ელემენტი, რომელიც იცავს რა წონასწორობას ამ ორ არსებას შორის, აღიქვამს და შეიგრძნობს თავის ღვთაებრივს. დიახ, სამყაროს ჭეშმარიტ გაგებას მხოლოდ ამ სამწევრიანობაზე დაყრდნობით შევძლებთ. ამასთან ერთად, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანის ცხოვრება განასახიერებს სასწორის ღერძის პრინციპს. სასწორის ერთ პინას ზე უბიძგებს ლუციფერი, ხოლო მეორე პინას მთელი ძალით დაბლა ეზიდება არიმანი. სასწორის ღერძი გამოხატავს ადამიანის არსს, რომელიც წონასწორობას ესწრაფვის. კაცობრიობის სულიერი განვითარების იდუმალებებს ზიარებული ინდივიდუალობები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ კოსმიური ყოფიერების არსი, რომელშიც ჩართული ადამიანი მართებულად გაგებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მის სამწევრა ბუნებას გავაცნობიერებთ და რომ ამ მიმართებით შეუძლებელია ჭეშმარიტების ცდომა, უკეთო ამოსავალ წერტილად დავსახავთ სხვა რომელიმე რიცხვს გარდა სამისა. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ წინაშია კოსმოსური ყოფიერების სამი ძირითადი ფაქტი. ლუციფერული ელემენტი სასწორის ერთი მხარე, არიმანული ელემენტი სასწორის მეორე მხარე და წონასწორობის მდგომარეობა ქრისტეს იმპულსი. უნდა ვიცოდეთ, რომ ლუციფერული და არიმანული არსებები სისხლხორცეულად დაინტერესებულნი არიან მთლიანად დაფარონ სამწევრიანობის საიდუმლო, რამე თუ ამ საიდუმლოს გაცხადება ადამიანს ლუციფერულ და არიმანულ ძალთა შეწონასწორების უნარს ანიჭებს.
იგულისხმება ერთი მხრივ თავისუფლებისკენ ლუციფერული ლტოლვის გამოყენება კოსმოსური მიზნების მისაღწევად, მეორე მხრივ ამ მიზნების განხორციელება არიმანული ტენდენციების მეშვეობით და ადამიანის ნორმალური სულიერი მდგომარეობა, რაც ამ სამეულთან, ანუ მსოფლიოს სამწევრიან სტრუქტურასთან ურთიერთმიმართებით განისაზღვრება. რამე თუ ამ სტრუქტურის უგულებელყოფის ერთობ მძლავრი ტენდენცია უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაზე. თანამედროვე კულტურაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ორწევრიანობის იდეამ თითქმის მთლიანად დაჩრდილა სამწევრიანობის, ნებამიბოძეთ ასე გამოვთქვა, წმინდა სამებითობის კონცეფცია. უკვე თუ გოეთეს ფაუსტის გაგება გსურს, საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ სამწევრიანობის კონცეფციაში ნაგულისხმებ ურთიერთ მიმართებათა აღრევამ და უზუსტობამ ამ უდიდეს კოსმოსურ პიესასაც კი დაღი დაასვა. სამწევრიანობის პრინციპი გოეთესთვის თავის დროზე რომ ყოფილიყო ცნობილი, ფაუსტის ერთადერთ მეტოქედ, ერთადერთ მოწინააღმდეგედ, რომელიც დამართს ეზიდება მას, იგი მეფისტოფელს, იგივე არიმანს კი არ გამოიყვანდა, არამედ მის პირისპირ ლუციფერულ ძალასაც აამოქმედებდა და მაშინ ნაცვლად ერთისა პოემაში წარმოდგენილი იქნებოდა ორი ურთიერთშეპირისპირებული ძალა, ორი სუპოსტატი, ლუციფერი და არიმანი. ეს მრავალგზის აღმინიშნავს. თუკი გოეთესეულ მეფისტოფელს შევისწავლით, დავწმუნდებით, რომ მისი დახასიათებისას გოეთეს სისტემატიურად ერევა ერთმანეთში ლუციფერული და არიმანული ელემენტები. გოეთეს მეფისტოფელი წარმოადგენს არა კონკრეტულად ცალსახა, არამედ ორი ელემენტით შენაჯერებ ფიგურას. მეფისტოფელში ქაოტურადაა შერეული ლუციფერული და არიმანული. უფრო დეტალურად ამას გაეცნობით ჩემს ბროშურაში გოეთეს სულიერი წყობა. ეს აღრევა, რომელსაც ვერც გოეთეს ფაუსტი აცდა, კაცობრიობის უახლესი განვითარების პერიოდში დამკვიდრებულმა ცდომილებამ განაპირობა. წარსულში ვითარება სხვაგვარი იყო. მსოფლიო სტრუქტურის სამწევრიანობის ცნება ორწევრიანობამ შეცვალა, სადაც ერთი მხრივ სახეზია კეთილი საწყისი, მეორე მხრივ ბოროტი, ანუ ღმერთი და ეშმაკი. ეს აღრევა, რომელსაც ვერც გოეთეს ფაუსტი აცდა, კაცობრიობის უახლესი განვითარების პერიოდში დამკვიდრებულმა ცდომილებამ განაპირობა. მსოფლიო სტრუქტურის სამწევრიანობის ცნება ორწევრიანობამ შეცვალა, სადაც ერთი მხრივ სახეზია კეთილი საწყისი, მეორე მხრივ ბოროტი, ანუ ღმერთი და ეშმაკი. ამრიგად მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი სამყაროს რეალური სტრუქტურის გაგებას ვესწრაფით, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ მისი სამწევრიანობა. ორი ურთიერთშეპირისპირებული ელემენტი, ლუციფერული და არიმანული და მესამე ღვთაებრივი, რომელიც მათ შორის წონასწორობას იცავს. ეს კონცეფცია უნდა დაუპირისპირდეს ცდომილებას, რომელიც კაცობრიობის სულიერ განვითარებაში ორწევრიანობის ნიღბით შემოიპარა, როგორც იდეა ღმერთზე და ეშმაკზე, ანუ ღვთაებრივ სულიერ ზენა ძალებზე და ეშმაკისეულ ქვენა ძალებზე. ასეთი დიფერენცირება ადამიანს აბნევს, წონასწორობას უკარგავს, რამე თუ მისგან დაფარულია, რომ სამყაროს სწორი გაგება სამწევრიანობის კონცეფციიდან მომდინარეობს. მას არ წმუნდებენ, რომ სამყარო ორწევრა სტრუქტურაა და ჩვენ ვიცით, რომ ამ შეცდომის ტყვეობას ადამიანის ყველაზე საუკეთესო მისწრაფებებიც კი ვერ დასყრტენია. თუკი გსურს ეს ყოველივე არსობრივ შევიმეცნოთ, საჭიროა დავთმოთ წინასწარ გამსაზღვრელი მოსაზრებები და მივიახლოთ აზროვნების იმ სფეროს, რომელიც ჭეშმარიტად თავისუფალია მიკერძოებული აზრებისგან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ თვისებრიობათა ზუსტი ამოცნობა კონკრეტულ საგანს მისი დასახელებისგან რომ განასხვავებს. არ უნდა დავყვეთ მაცდუნებელ აზრს თითქოს და ამა თუ იმ არსებისთვის მინიჭებული სახელი უცილობელი ნიშანია, რომ ადამიანმა თავისი პოზიციიდან, თავისი მსოფლშეგრძნებიდან ზუსტად შეიცნო და სათანადოდ განსაზღვრა ეს არსება. როდესაც ვფიქრობთ არსებებზე, რომლებიც ადამიანმა უნდა შეიგრძნოს, როგორც თავისი ღვთაებრივი არსებები, ასე უნდა ვიმსჯელოთ ადამიანი ამ არსებებს მართებულად შეიგრძნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც არიმანულ და ლუციფერულ საწყისებს შორის წონასწორობის განმახორციელებელ
არსებებად წარმოიდგენს. რათა აღვიქვათ ჭეშმარიტად ღვთაებრივი ჩვენს არსებაში, აუცილებელია მივიღოთ სამწევრიანობის იდეა. განიხილეთ ამ მიმართებით მილტონის დაკარგული სამოთხე ან კლოპშტოკის მესიადა, რომელიც დაკარგული სამოთხის ზეგავლენით შეიქმნა და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ნაწარმოებებს სამწევრო სტრუქტურის ნამდვილი გაგების კვალიც კი არ ამჩნევია. სამაგიეროდ იქ თქვენ იხილავთ ბრძოლას სათუო სიკეთესა და სათუო ბოროტებას შორის, სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. სწორედ ეს გახლავთ კაცობრიობის სულიერი განვითარებაში განფესველი ორწევრიანობის ილუზორულობა. ეს გახლავთ ხალხის ცნობიერებაში ჩაბეჭდილი ცდომილება, ცრუ წარმოდგენა ზეცისა და ჯოჯოხეთის ურთიერთდაპირისპირებაზე, რაც ამ ორ კოსმოსურ პოემაში აისახა. მილტონი და კლოპშტოკი ზეციურ არსებებს ღვთაებრივ არსებებად რომ წარმოაჩენენ, ბევრს არას ნიშნავს. ამ არსებათა აღქმა ადამიანს მხოლოდ მაშინ ხელეწიფება, თუ კი ეს აღქმა სამყაროს ყოფიერების სამწევრა სტრუქტურის იდეას ემყარება. მხოლოდ მაშინ გვაქვს უფლება ვთქვათ, ეს არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტ საწყისებს შორის, ხოლო ორწევრიანობიდან გამომდინარე ვითარება ისეთნაირად აისახება, რომ ერთ-ერთი წევრი საკუთრივ ღვთაებრივის კუთვნილის სახელით მოქმედებს და მასვე მიეწერება ყოველივე კეთილი, ხოლო მეორე წევრი ეშმაკეულ ანტიღვთაებრივ ელემენტს განასახიერებს. რას ნიშნავს ამგვარი დიფერენცირება? რეალურად ეს სხვა არაფერია თუ არა ცნობიერებიდან ჭეშმარიტად ღვთაებრივის ამოფესვა და ლუციფერული საწყისისთვის მისი სახელის მინიჭება. ასე რომ სინამდვილეში სახეზეა ლუციფერის და არიმანის ორთაბრძოლა, რომელშიც არიმანი ლუციფერული თვისებებითაა დაჯილდოებული, ხოლო ლუციფერის სამეუფოოს ღვთაებრივის თვისებები, ხო, ბუდიში ლუციფერის სამეუფოოს ღვთაებრივი თვისებები ამკობს. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რაოდენ სავალალო შორს შენატოპი შეცდომები ცხადდება მსგავსი დაკვირვებებით. რაც ადამიანის ცნობიერებაში ინაკვთება, როგორც ღვთაებრივის და ჯოჯოხეთურის ურთიერთდაპირისპირება, რისი მაგალითიცაა მილტონის დაკარგული სამოთხე და კლოპშტოკის მესიადა. რეალურად ლუციფერული და არიმანული ელემენტების ორთაბრძოლის გასახიერება, ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტად ღვთაებრივ ელემენტს ხსენებულ პოემებში, მინიშნებითაც ვერ მოიძევებთ, რამე თუ ღვთაებრივის სახელი ლუციფერულ ელემენტებს აქვს მიკუთვნილი. მილტონის დაკარგული სამოთხე და კლოპშტოკის მესიადა ახალი დროების ადამიანის ცნობიერებიდან აღმოცენებული სულიერი ნაწარმოებებია. ამ ორი პოემის არსში აირეკლება კაცობრიობის საყოველთაო ცნობიერება, რამე თუ ორწევრიანობასთან დაკავშირებულმა ცდომილებამ ერთიანად გამსჭვალა ჩვენი ეპოქის ცნობიერება, ხოლო რაც შეეხება სამწევრიანობის ჭეშმარიტებას, იგი გაძევებულია. ახალი დროების ყველაზე ღრმა და სერიოზული ქმნილებანი, რომლებიც სამართლიანად ითვლება კაცობრიობის უდიდეს ძეგლად, არის ილუზია, მაია, კაცობრიობის უდიდესი ცდომილებით განპირობებული კულტურული აღზევება. ის, რაც ამ ცრუ კონცეფციაში მოქმედებს, არსებითად არიმანულ, ანუ იმ ძალთა შემონაქმედია, მომავალში როგორც არაერთგზით მithქვამს, თავად არიმანის ინკარნაციაში რომ კონცენტრირდება. რამე თუ ეს ცრუ კონცეფცია ზეცის და ქვესკნელის შეპირისპირება, რომლის ტყვეობაშიც დღეს ადამიანი იმყოფება, გახლავთ ჩვენი ირგვლივ დამკვიდრებული ფუძის ფუძემდე ცრუ წარმოდგენა სამყაროზე. ზეცა განიხილება როგორც ღვთაებრივი ელემენტი, ჯოჯოხეთი, ქვესკნელი, ეშმაკეული ელემენტი. მაშინ, როდესაც რეალურად საქმე გვაქვს ზეციური ელემენტის სახელით მოქმედ ლუციფერთან და ჯოჯოხეთურ არიმანულ ელემენტთან. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ინტერესები ბატონობს ჩვენი ეპოქის სულიერ ანატომიაში, ისტორიაში. მე მრავალგზის აღმინიშნავს, რომ 869 წელს კონსტანტინოპოლის მერვე მსოფლიო კრებულის დადგენილების საფუძველზე დასავლეთის ცივილიზაციამ ადამიანის ორგანიზმის, ანუ ადამიანის მთელი არსების სამწევრიანობის კონცეფციაც კი გარკვეულწილად უარყო. დაწესდა დოგმა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანის არსების მხოლოდ და მხოლოდ ორწევრა ბუნებას უნდა აღიარებდეს. სხეულის, სამშვინველის და სულის, ანუ სამწევრიანობის რწმენას ტაბუ დაედო. შუა საუკუნეების თეოლოგებსა და ფილოსოფოსებს, რომლებიც ჯერ კიდევ
საკმაოდ კარგად ერკვეოდნენ რეალურ ვითარებაში, ამ ჭეშმარიტების გამრუდების გზაზე მრავალი სირთულის გადალახვა მოუხდათ, რამე თუ ეგრეთ წოდებული ტრიხოტომია, ადამიანის არსების სამწევრიანობა, სხეული, სამშვენივრელი და სული, იერესად გამოცხადდა. სამწევრიანობის ნაცვლად მათ ორწევრიანობა უნდა ესწავლებინათ. მაშინ, როდესაც ზოგიერთ მათგანს კარგად ესმოდა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის ამგვარ ფალსიფიცირებას. ჩვენ სიღრმისეულად უნდა გავაცნობიეროთ ყოველივე ეს, თუ კი გვსურს მართებულად გავიგოთ ჟურნალ დროების ხმის ნოემბრის ნომერში დაბეჭდილი იეზუიტი პასტორის ციმერმანის წერილი, რომელშიც ავტორი ყურადღებას ამახვილებს რომის წმინდა მსახურების ერთ-ერთ ახალ დეკრეტზე, იმ კათოლიკეთა ცოდვების მიტევებას, რომ კრძალავს, ვინც თეოსოფიურ ლიტერატურას კითხულობს, ან უბრალოდ შინუდევს თეოსოფიური წიგნი, ან თუ კი თეოსოფიურ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა. ციმერმანი განმარტავს ამ დეკრეტს და განაცხადებს, რომ მე საკრძალვა უპირველეს ყოვლისა ჩემეულ ანთროპოსოფიას ეხება, ვინც თავს ჭეშმარიტ კათოლიკეთ რაცხს, ამბობს იგი, ანთროპოსოფიული ლიტერატურით დაინტერესება მას არ ეგების. მისი აზრით, საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ანთროპოსოფია ორთოდოქსული აღსარებლობისგან განსხვავებით აღიარებს სხეულს, სამშვენივრს და სულს და ამდენად იერესისკენ უბიძგებს ადამიანებს. ადრეც მithქვამს, რომ თანამედროვე ფილოსოფოსებმაც მიიღეს და გაიზიარეს ორწევრიანობის იდეა. მათ სრულიად ანგარიშმიუგებლად სწამთ, რომ თავისუფალ მიუკერძოებელ მეცნიერებას მსახურებენ. სწამთ, რომ მხოლოდ ობიექტური დაკვირვებების მეშვეობით მიაღწიეს ადამიანის არსების ორწევრიანობის შემეცნებას. რომ სინამდვილეში ფეხ და ფეხ მისდევენ იმ დოგმას, ახალი დროების სულიერ განვითარებაში რომ დამხვიდრდა, რასაც დღეს მეცნიერებად მთლიანად დამოკიდებულია მასზე, რაც ჩვენი დროის კაცობრიობის განვითარების პროცესში იქნა შთანერგილი. ამაოდ ნუ შეეცდებით ანთროპოსოფიის ცილის მწამებელთა მოქცევას კეთილი სიტყვებით. ნუ შეეცდებით მათში ანთროპოსოფიისადმი კეთილგანწყობის გაღვივებას. ანთროპოსოფია საკუთარი ძალებით უნდა გაიკვლიოს გზა. პროტექციასა და ძალაუფლებას თუნდაც ქრისტიანულს იგი არ საჭიროებს. ანთროპოსოფია თავის მისიას მხოლოდ საკუთარი შინაგანი ძალით განახორციელებს. ჩვენ შეგნებაში ცხადლივ უნდა გამოიკვეთოს, რომ ქრისტეს იმპულსი მხოლოდ მაშინ იქნება მართებულად აღქმული და გაგებული, როდესაც მას განიხილავენ როგორც არიმანულ და ლუციფერულ საწყისებს შორის წონასწორობის იმპულსს, ანუ როდესაც იგი სათანადო ადგილს დაიკავებს ამ სამეულში. რათა ადამიანი ვაცდუნოთ ქრისტეს ჭეშმარიტი იმპულსის მიმართებით, უნდა განვარიდოთ იგი სამყაროს სამწევრიანობის იდეას და მის ნაცვლად შევაჩეჩოთ ორწევრიანობის ყალბიცნება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როდესაც საქმე გვაქვს გარე რეალობასთან და არა იქ, სადაც ხილულის მიღმიერ ჭეშმარიტი ყოფიერების სფეროებს ვიმეცნებთ. არის საკითხები, რომელთა მიმართაც შორს მჭვრეტელობა გვმართებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელი თავისთავად არაფერზე მეტყველებს. შესაძლოა ამა თუ იმ არსებას ქრისტე უწოდო, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ იგი მართლაც ქრისტეა. ქრისტესთან შეხებას მნიშვნელოვნად ართულებს ისიც, როდესაც სამწევრიანობის ნაცვლად ორწევრიანობას აღიარებენ. უკვე თუ ქრისტეს იმპულსის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ნათელსაყოფად ვიღწვით, აუცილებელია ორწევრიანობის ნაცვლად კვლავ სამწევრიანობა ვაღიაროთ. ჩვენ არ ვუერთდებით მათ, ვინც განსხვავებულ მოსაზრებათა გამო ადამიანებს ერეტიკოსებად რაცხენ. ჩვენ არ ვგმობთ მილტონის დაკარგულ სამოთხებს და კლოპსტოკის მესიადას, როგორც სატანისეულ ქმნილებებს, არამედ კვლავ და კვლავ ხოტბას შევასხამთ მათ სილამაზეს და სიდიადეს. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაწარმოებები ახალი დროის ცივილიზაციის უმშვენიერენს ნაყოფს რომ წარმოადგენენ, მიუხედავად უდიდესი ღირსებებისა, არას გვაუწყებს ქრისტეს შესახებ და საკუთრებ იმ ცდომილებიდან იღებს სათავეს, რომელიც ყოველივეზე ადამიანურს ერთი მხრივ ეშმაკისეულს მიაწერს, ხოლო მეორე მხრივ ღვთაებრივს. მაშინ, როდესაც რეალურად ღვთაებრივის ნაცვლად უბრალოდ ლუციფერულთან გვაქვს საქმე.
ამრიგად ჩვენ ვხედავთ, თუ რაოდენ აუცილებელია ახალი დროებისთვის ნიშნეული ზოგიერთი წარმოდგენის კორექტირება. უკვე თუ გულწრფელად და სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ანთროპოსოფიურ აზროვნებას და შეგრძნებებს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პირისპირ ვდგავართ. კარგი იქნებოდა ნიცშეს ერთი სადღეისო ძალზე მნიშვნელოვანი გამონათქვამიც გაგვეხსენებინა. თავად ნიცშეც ხშირად მიმართავდა მას. ფასეულობა და გადაფასება. ეს სიტყვები მთელი სერიოზულობით უნდა მივიღოთ. ახალი დროების ბევრი მხატვრული ნაწარმოები სწორედ ამგვარი გადაფასების გარდუვალ აუცილებლობას განიცდის. ეს არ ნიშნავს, რომ მამანთა მიბაძვით ანათემას გადავცეთ ერეტიკოსები. აქ ხშირად იდგმება სცენები გოეთეს ფაუსტიდან. თავად მეც, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გოეთეს შესწავლას დაუთმე, მაგრამ ჩემი თხზულება გოეთეს სულიერი წყობა დაგერწმუნებთ, რომ ამან სრულებით არ შემიშალა ხელი გოეთეს მეფისტოფელის დახასიათებაში. ფილისტერების მიბაძვა იქნებოდა გოეთეს მეფისტოფელის ყალბ პერსონაჟად გამოცხადება და პოემიდან მისი ამოღება. ჩვენ ამით ინკვიზიტორების საქციელს გავიმეორებდით. თანამედროვე ადამიანს ეს არ ეკადრება. მაგრამ მეორეს მხრივ, არც იმ იდეებისადმი გულგრილობა გვმართებს, ახალი სულიერი ცხოვრების ევოლუციის პროცესში სულ ხორციანად რომ გამსჭვალა ხალხთა ფართო მასები. კაცობრიობამ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, მრავალი ფასეულობა ხელახლა უნდა გადააფასოს. ყოველივე ეს უკავშირდება მიქაელის მისიას იმ უმაღლეს იერარქიულ არსებებთან მიმართებაში, რომლებთანაც იგი კვლავაც თანა მოღვაწეობს. მომდევნო ლექციები წარმოგვიჩენს თუ როგორ უნდა აღვიქვათ და გავაცნობიეროთ ის იმპულსები მიქაელის არსი, რომ ასხივებს ჩვენს მიწიერ ადამიანურ ყოფიერებაში.